არსებობს სტერეოტიპი, რომელიც წლებია უცვლელია. თითქოს ციფრულ ეპოქაში ახალგაზრდებმა კითხვის კულტურა დაკარგეს. თუმცა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე მყარ და უმნიშვნელოვანეს ტრადიციად იქცა, სულ სხვა რეალობას გვაჩვენებს. აქ ამ სივრცეში ყველაზე მკაფიოდ ჩანს, თუ რა ადგილი აქვს წიგნის თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებაში და რამდენად მცდარია გავრცელებული შეხედულებები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის წიგნების კითხვას, მართლა ძალიან მიყვარს და ჩემთვის განტვერთვის გზა ხოლმე. რაც დავდივარ ხოლმე წიგნების ფესტივალზე, ძირითადად სულ ახალგაზრდებს ხედავ, შესაბამისად ვფიქრობ, რომ გვერდს კითხულობენ. მოხალისედ მოვედი ფესტივალზე, რადგან მიყვარს ადამიანების დახმარება და წიგნებთან დაკავშირებით კიდევ უფრო განსაკუთრებით და ახალი ადამიანების გაცნობა და გამოცდილების მიღება ამ ფესტივალზეც დამეხმარება ვფიქრობ მომავალში. პირდაპირ პროპორციულია ეს კითხვა და განვითარება ადამიანის ცხოვრებაში ზოგადად და შესაბამისად ახალ თაობაშიც თუ უფრო დიდ დროს დაუთმობენ კითხვას, ალბათ უფრო მალე და უფრო ეფექტურად განვითარდებიან. ეს ენერგია საუკეთესო პასუხია კითხვაზე. კითხულობენ თუ არა დღეს. თუმცა ეს ინტერესი თავისთავად არ ჩდება. ამ ტრადიციის სიცოცხლის უნარიანობის უკან იმ ადამიანების უწყვეტი შრომა დგას, ვინც ამ წიგნებს ქმნის. საინტერესოა, როგორ ხედავენ თანამედროვე მკითხველს თავად ქართველი ავტორები. ჩემი დაკვირვებით ქართულ წიგნებს იმდენად არ კითხულობენ, რამდენადაც უცხოვრებს. უმეტესად ვფიქრობ, რომ მაინც დღეისთვის თბილი ფანფიკები რაც არის, ეგენი მოსწონს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის წიგნის ფესტივალზე, სწორედ იმისთვის, რომ ფიზიკური წიგნი შეიძინოს. ამიტომ მე მგონია, რომ ამ ფიზიკურ წიგნს გადაშენება, ასე ვთქვათ, არ უწევია. კიდევ ერთი რამ, რაც ახალგაზრდებს განსაკუთრებით აინტერესებთ, ჩემი დაკვირვებით, ეს არის კომიქსები. და სასიხარულოა ის, რომ საქართველოში გაჩნდა გამომცემლობები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და სპეციალიზებული არიან სწორედ კომიქსების გამოცემაზე. ახალგაზრდას რომელსაც წიგნი არ უყვარს, მე მგონია, რომ ძალიან ბევრს კარგავენ უბრალოდ, იმიტომ რომ ეს არის ისეთი სამყარო, რომელსაც ვერაფერი შეუცვლით სხვა. საოცარი სამყაროა, წიგნის სამყარო. სამწუხაროდ და ალბათ უფრო შემცირდა, მე ვთვლი, იმიტომ რომ ძალიან არიან დამოკიდებულები კომპიუტერებზე, გაჯეტებზე, მობილურებზე და ფაქტობრივად წიგნთან შეხება დიდად აღარ უყვართ. სხვადასხვა ფსიქოლოგიური ჟანრი არის ძალიან პოპულარული ამ ეტაპზე და ძალიან მიხარია ეს საკითხი, იმიტომ რომ ეს არის თემა, როდესაც ძალიან ბევრმა უნდა იმუშაოს თავის თავზე იმისთვის, რომ შემდგარი საზოგადოება გყავდეს და სოციალური სიტუაციაც შეიცვალოს, რა თქმა უნდა. წიგნი არის ის საშუალება, რომელიც გამოგზაურებს ყველგან, მაგრამ ამას კომპიუტერით შეძლებს, რა თქმა უნდა, თუმცა წიგნში ხარ პირადად შენ ჩართული. ეს არის შენი ფანტაზია, ეს არის შენი სივრცე, შენი სურვილები, შენი გეგმები, რომელიც თავად შეგიძლია განახორციელო. ამიტომ აუცილებლად იკითხეთ წიგნები. საბოლოო ჯამში წიგნის ფესტივალის ეს მრავალწლიანი ტრადიცია გვიმტკიცებს, რომ კითხვის ფორმები შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ მთავარი ინტერესი უცვლელი რჩება. ახალგაზრდები კითხულობენ, ეძებენ და ქმნიან ახალ ლიტერატურულ ცხოვრებას. ფესტივალი კი სწორედ ის ადგილია, სადაც ეს თაობა საკუთარ ხმას ყველაზე ხმამაღლა აჟღერებს.